გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს გადავწყვიტე გადამეღო ვიდეო და თუ რადგან გადავწყვიტე გადამეღო ეს ვიდეო, უბრალოდ ვერ ვნახე ანალოგიური ვიდეო ქართულ ენაზე. ამიტომ მე თვითონ გავიშთა სურვილი გადამეღო და ნაწილობრივ ჩემი ცოდნაც გამეძებინა თქვენთვის. დღეს მე გადავწყვიტე ჩემი გაკეთებული ლაბორატორიული კვების ბლოკი გამეხილა. ამიტომ მაშ ასე დავიწყოთ თუ რისგან შედგება ჩემი ლაბორატორიული კვების ბლოკი. ზოგმა იცით ალბათ ეგ რა არის, უკვე ეგ არის კომპიუტერის კვების ბლოკი. და მისი თავისი პატარა ხუთით, რომელიც მე ხუთით გამოვიყენე ლაბორატორიული კვების ბლოკის ასაწყობად. მაშასე ამას შეეხება, ეს არის ვოლტმეტრი და ამპერმეტრი, მაჩვენებელი, ეგ USB კაბელი. ეს არის რეზისტორი, ცვლადი, ვოლტისა და ამპერის ამწევი და დამწევი. თუ ამ ვოლტს და ამპერს რა უწევს, შეგდით არის ვოლტისა და ამპერის მარეგულებელი, რომელიც შეგდით მიყენია ჩამთველი და გამომთველი. მაშასე დავშლი და განახებთ ზოგადად თუ შეგდით რა ხდება. მაშასე როგორც ხედავთ უკვე დავშალე. ეგ არის როგორც გითხარით წეღან ცვლადი რეზისტორი. ეს კი ამპერისა და ვოლტის მარეგულებელი პატარა დაფა. ეს წინაღობა ეს მარეგულებელი და ეს ამპერმეტრი ვოლტმეტრის მაჩვენებელი გამოვიწერე ჩინეთიდან, ჩამომივიდა. ეს გამოიყურება შიგნით ჩემი ლაბორატორიული კვების ბლოკი. პირველად ვიღებ ვიდეოს, დიდი გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ თუ რამე ხარვეზები იქნება, ხო გაითვალისწინოთ. ჩემი მიმართებაში რადგან პირველად ვიღებ, ესეც კი გამოვტოვე, რომ გააქვს ორი გამომცვლელი, პლუსი და მინუსი, პლუსი არის წითელი, შავი არის მინუსი. დანარჩენი რაც შეეხება შიგნით თუ როგორ მაქვს შეერთებული ნახაზი, როგორ მაქვს გაკეთებული, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ კომენტარებში მომწეროთ და ნახეს აუცილებლად გამოგიგზავნით ამ ვიდეოს ფურცლად გადავიღებ ამის შესახებ დაინტერესების შემთხვევაში. ამიტომ ახლა ვნახოთ მუშაობ მდგომარეობაში, ჩართულ რეჟიმში, თუ როგორ მუშაობს ჩემი ლაბორატორიული კვების ბლოკი. მაშასე უკვე ავაწყე, როგორც ხედავთ. ეს USB კაბელი არის ჩემ შემთხვევაში რეგულირებადი, ექვემდებარება ამ ორ წელს. ნებისმიერი ვოლტი, რომელიც მე დამჭირდება, შემიძლია
USB კაბელითაც გამოვა. ისე USB კაბელი არის 5 ვოლტი. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თუ გინდა რეგულირებადი, თუ გინდა დატოვოთ 5 ვოლტზე. ეს სულ ვისამბებ. აი ამას ასე ჩავთოთ. და რაც შეეხება მერთავ ამ მოწყობილობით, დამცველის საშუალებით, რომელიც ეს ნაწილობრივ განეხება ამასაც, ცვლად მე თუ იმეს დაინტერესებს, გადავიყევ უფრო ცვლად. ნატურა მაქვს მინდორობით ჩართული. და თუ აქეთ მოხდა მოკლე ჩართვა, ნატურა აინცევა და დამცველის ფონდში გამოდის ნატურა. კაი, თუ ჩავთვალოთ ჩვენი კვების ბლოკი, ნაწილობრივ უცებ გადავახვევთ. როგორც ხედავთ, მოკადა მიყენია ჩასართავად. ჩაერთო. ერთი და ერთი ვოლტი. მაქსიმუმი არის 12. თითქმის 12-ია. ახლა ნახოთ ჩავთვლით რამე დატვირთვა. ათავნახოთ რამდენი ამპერი აქვს. ამა თუ იმ მოწყობილობას. ვთავ ნატურას 12 ვოლტიანს 21 ვატიანია. ამ ნატურას აქვს მნიშვნელობა. პლუს მინუსი ამას აქვს. ჩვეულებრივი შეგიძლიათ ნებისმიერ ძვერზე დაერთოთ. ჩავთოთ. დავუწიოთ ვოლტს. ამპერიც ვნახოთ. კარგით. მოდი ჩავთოთ რამე პატარა დატვირთვა. ამ ჩვენ ნატურას მინავს 2.9 ამპერი. თავ პატარა ფანს კულერს სადღაც 9.16 მილი-ამპერი უნდა იყოს, 12 ვოლტიანია. ამას კი პლუსი არის წითელი, ეს მინუსი. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ამ პლუსი და მინუსი.
როგორც გითხარით, მომენტებით 16-იანი ამბები. მოდის დაწერის შემთხვევაში ჩვენი გულერიც გაჩერდა. კარგით. სულ ეს იყო დღეისათვის. მადლობა ყურადღებისთვის. აყვამდეს.